12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს. საუბარია 20 აგვისტოს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც სამინისტრო წერდა, რომ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა წინასწარ იცოდნენ, რომ გაუჩინარებული ახალგაზრდის Facebook გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი უნდა გამოქვეყნებულიყო. კერძო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც დადიანიძის დედის ახლობლები აწარმოებენ. ადვოკატი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცრუ განცხადებას აკეთებს. რა ინტერესი უნდა მქონოდა, რომ ვინმე აღნიშნული პოსტი დაეწერა? ოსურ ენაზე. რა ინტერესი უნდა მქონოდა? მით უმეტეს, რომ მე არ ვარ გუშინდელი ადვოკატი და კარგად ვიცი, რომ ამის დადგენა ძალიან მარტივია, თუ რომელი IP მისამართით შევიდა ვინმე. რა ინტერესი უნდა მქონოდა? პირიქით, ამან დააზიანა პროცესი, უпростоრად ეს არის მცდელობა, რომ პროცესი დააზიანონ და ეს არის მცდელობა, რომ მოახდინონ პირადად ჩემი, როგორც ადვოკატის დისკრედიტაცია და ასევე სოფიო ბიბილაშვილის გურამის დედის დისკრედიტაცია. მე არ გავჩერდები, კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად, კიდევ უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ დადგინდეს რა ვითარებაში დაიკარგა გურამ დადიანიძე და რატომ არ იქნა საქმე გამოძიებული თავის დროზე, რატომ აფარებდნენ ხელს სავარაუდო დამნაშავეებს. ნამდვილად არ მქონდა მოლოდინი, რომ ასეთი სასაცილო და არასერიოზული მცდელობა იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოეხდინა ჩემი დისკრედიტაცია, თუმცა მიხარია, რომ საზოგადოება ყველაფერს ხვდება, მიხარია, რომ ხარდაჭერა გაიზარდა შემცირების ნაცვლად და ნამდვილად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო მეტი შემართებით ვიბრძოლებ სიმართლის დასადგენად დღეიდან. უკვე 20 აგვისტოს გვიან ღამით ანონიმურმა Facebook მომხმარებელმა სახელით ნასვამი ჩოჩორი აუდიო მიმართვა გამოაქვეყნა. თქვა, რომ პოსტი ოსურ ენაზე, რაც ქართულად ნიშნავს მოვიდა დრო, მან დაწერა და დაადასტურა, რომ პოსტის დადებამდე დადიანიძის არც ოჯახს და არც ადვოკატს არანაირი ინფორმაცია არ ქონიათ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო. თუმცა როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ტარიელ კაკაბაძე მოითხოვს საწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება ანონიმური მომხმარებლის ნასვამი ჩოჩორის უკან. იგივე ითხოვენ ოჯახი და გურამ დადიანიძის ძებნაში ჩართული ადამიანები, რადგან ფიქრობენ, რომ გაუჩინარებული ბიჭის Facebook-ი გატეხილია და ვიღაც მანიპულირებს. გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის ლომისობაზე მლეთაში ჯგუფთან ერთად წავიდა, თუმცა მიკროავტობუსით თბილისში მის გარეშე დაბრუნდა. ბურუსით მოცული გაუჩინარების ამბავზე ხელახალი გამოძიება დაიწყო.